ვითარება არის საფონდო ბაზრებზე. ამჟამად როგორ ჩაიხურა და რა ტენდენციებით გასული კვირეული მსოფლიო ბაზრებზე და რას ელოდებიან უკვე მიმდინარე კვირაში სხვადასხვა კომპანიების მხრიდან და მათ შორის ინვესტორები გაგვაცნობს უკვე მარი ზურაბაშვილი, გალტენ თაგარდეს პორტფოლიო მენეჯერი გვერდდება საქმე დილას ეთერში. დილამშვიდობისა მარია. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მოდით მე მომევხილოთ საფონდო ბირჟების და მსხვილი კომპანიების გასული კვირის საინტერესო სიახლეები. ტრადიციულად კი მიმოხილვა ამერიკის ინდექსებით დავიწყოთ. ამერიკის საფონდო ბაზრებმა გასული კვირა დადებით ნოტაზე დაასრულეს. ძირითადი ინდექსებისთვის კვირა ზრდით დასრულდა. S&P 500 კვირის განმავლობაში დაახლოებით 1.2%-ით გაიზარდა, Dow Jones-ი დაახლოებით 0.9%-ით, ხოლო ტექნოლოგიურმა ინდექსმა NASDAQ-მა საუკეთესო შედეგი აჩვენა და დაახლოებით 1.8%-იანი ზრდით დაიხურა. აქციების ეგრეთ წოდებულ გამწვანებას ძირითადად ზრდაზე ორიენტირებული და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სექტორის მიმართ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. გასულ კვირას ბაზრის დადებითი განწყობის მთავარი მიზეზი ამერიკის შრომის ბაზრის უახლესი მონაცემების გამოქვეყნება იყო. მონაცემები მოლოდინზე მნიშვნელოვნად უკეთესი აღმოჩნდა. მარტში ეკონომიკამ 179,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც კონსენსუსის პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.4%-დან 4.3%-მდეც კი შემცირდა. ახლა კი გადავინაცვლოთ გასული კვირის კორპორატიულ სიახლეებზე. კომპანია Tesla-მ 2026 წლის პირველი კვარტლის მოლოდინზე სუსტი მიწოდების მაჩვენებელი წარადგინა. Tesla-ს ოფიციალური წარმოებისა და მიწოდების ანგარიშის მიხედვით კომპანიამ პირველ კვარტალში 408,000 ავტომობილი აწარმოა, თუმცა მხოლოდ 358,000 მიაწოდა მომხმარებელს. იმის გამო, რომ ფაქტობრივი მიწოდება მოლოდინსვე ჩამოვარდებოდა, ინვესტორებში უკმაყოფილება გამოიწვია. მონაცემების გამოქვეყნების დღეს Tesla-ს აქციები დაახლოებით 5.4%-ით დაეცა, რაც 2026 წელს კომპანიისთვის ერთი დღის ჭრილში ყველაზე მკვეთრი ვარდნა იყო. Wall Street-ის ანალიტიკოსებმა მიწოდების მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ კომპანიის გამოცხადებული პოლიტიკა უფრო მაღალ მარჟიან ბიზნესებზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ავტომობილების მიწოდების შენელებას ვერ ანაზღაურებს. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორების ინტერესი Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის, full self-driving ტექნოლოგიისა და რობოტაქსის მიმართულებაზე ორიენტირებული, ავტომობილების ბიზნესი კვლავ შემოსავლის დიდი ნაწილს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილების მიწოდების ნეგატიური ტრენდი კვლავ გაგრძელდება, ანალიტიკოსებმა შესაძლოა Tesla-ს 2026 წლის შეფასებას გადახედონ და მისი პოტენციური მომგებიანობა შეამცირონ. მარია, მადლობა მიმოხილვისთვის. მარიამ ზურაბაშვილი, გალტენ თაგარდეს პორტფოლიო მენეჯერი იყო ჩვენთან ერთად და კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მიმოიხილა საფონდო ბაზრებზე.